მოკლედ მე და ნათლიკა ძალიან გიმრიელად ვცეკვავთ, ნიკა რა თქმა უნდა მშვიდად და დინჯად გვადევნებდა თვალს. ახლა კი ჩვენს მაყურებელს ვურჩებ, რომ აუცილებლად ნახოს მომდევნო ჩვენი სიუჟეტი და რატომ ჩვენი ჟურნალისტი ლევან ჯობავა ესტუმრა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და ალექსანდრე ყაზბეგის რამდენიმე წერილს გაეცნო. რამდენიმე მათგანი ძალიან ამაღელვებელია. საუბარია იმ წერილებზე, რომელიც მიწერა ალექსანდრე ყაზბეგმა თავის დედას ელისაბედ თარხნიშვილს და ნამდვილად აბსოლუტურად სხვა ალექსანდრე ყაზბეგს გავიცნო. ნამდვილად ჩვენ ნახეთ ეს სიუჟეტი, როგორც მაყურებელს ვუთხრათ. ნახეთ სიუჟეტი და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სრულიად სხვა კუთხით გაიცნობთ დღეს ალექსანდრე ყაზბეგს. ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ცნობილი მწერალი ნახეთ ლევან ჯობავას სიუჟეტში. 1000-ჯერ ბოდიშს ვითხოვ საყვარელო და დაუვიწყარო დედა, რომ აქამომდის ჩუმად ვიყავდა ჩემი დაწვრილებით ამბავი ვერ შეგატყობინე. ფიცავ ყველა ციურსა და მიწიერს, რომ ჩემი გონება მხოლოდ იმის აზრშია თუ როგორ მოვახერხო. საქმე ისე, რომ ამ თქვენ სიბერეში მოგიწყოთ მშვიდობიანი ცხოვრება, პატივი და დიდება. წერილი, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ალექსანდრე ჩოფიკაშვილმა, იგივე ალექსანდრე ყაზბეგმა, დედას ელისაბედ თარხნიშვილს მიწერა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. 1879 წელს თბილისში გადმოსული ალექსანდრე ყაზბეგი აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის აქვეყნებდა წერილებს გაზეთ დროებაში. მისი ლიტერატურული ფსევდონიმი აკაკია მოჩხუბარიძე გახლდათ. ძალიან მძიმე, არეული, მღელვარე ცხოვრებით იცხოვრა, ყოველთვის უკმაყოფილო იყო თავისი გაკეთებულით და თავისი მიღწეულით და გამუდმებით განცდებში იყო ურთიერთობებშიც, მაგრამ ეს მაინც ზოგადი ფრაზებია და ზოგადი არის რაც მისი ბიოგრაფიიდან და შემოქმედებიდან ვიცით და როცა არქივს ვკიდებთ ხელს ეს წერილები სულ სხვანაირად დაგანახებს ყაზბეგს. აქამდე ჩემი საქმეები იმ მდგომარეობაში იყვნენ, რომ ჩემი სიტყვები არაფერი სანუგეშო იქნებოდნენ. ახლა კი შემიძლია წარმოსთქვა თავამაღლებულმა, რომ ჩემი აზრები თავდება და ძლივს ჩემს ბებერ დედას და ძველ ოჯახს ავაყვავებ იმ ბედნიერებით, რომლითაც ყვაოდა მამაჩემის და პაპაჩემის დროს. როდესაც ქართულ ლიტერატურაში ყაზბეგის ელგუჯა გამოჩნდა, მას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მაშინ ეგრეთ წოდებულ აკაკია მოჩხუბარიძეს ერთ-ერთი ჟურნალისტისთვის მიუწერია. შინაარსის შესახებ შეგიძლიათ თქვათ კარგია, არ ვარგა. და ასეთი შიშველი სიტყვები საბუთებით შეუმოსელი. განა საკმარისია, რომ კაცმა მთელ სიცოცხლეს რწმუნება შეურყიოს და გადააბრუნოს. არა ბატონო მეუნარგია. თქვენ ყველას მეტად თქვენი საწყაოთ იზომავთ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში ალექსანდრე ყაზბეგის პირადი მიმოწერის 20-ზე მეტი დოკუმენტია დაცული. ხარო მშვენიერია, ახლა ჩემი რეჟისორი ყურში მევანება და შეუძლებელია არ დავეთანხმო მას. რა თქმა აუცილებლად უნდა დავეთანხმოთ.